თაში და გაქებდე შენ უფალო. მიმართავ შემოქმედ ღმერთს წმინდა დავით წინასწარმეტყველი. უკვე ჩვენს დროში ერის სულიერი ცხოვრების გასაძლიერებლად სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შვიდგზის ლოცვა დაადგინა. იგი ბრძანებს. ჩემი პატრიარქობის პერიოდში ყველაზე დიდ საქმეს შვიდგზის ლოცვის აღდგენა მიმაჩნია. მთელმა ერმა ყოველდღიურად უნდა წაიკითხოს ეს ლოცვები. დავით წინასწარმეტყველის ეპოქიდან მრავალი საუკუნის შემდეგ და ჩვენი პატრიარქის აღსაყდრებამდე 300 წლით ადრე წმინდა მღვდელმთავარი ანტონ ჭყონდიდელი ქადაგებდა. შვიდეულთა შინა ლოცვათა შვიდგზის მოზდერ ღმრთისა მიმართ შემოსრულებითა და სიმდაბლითა და ითხოვე ღმრთისაგან ცხოვრება იმისი, ანუ დაცემული კაცისა, განაცხოველი სულითა და მიეც დედასათვისა, ეკლესიასა. ლოცვა გამუდმებული საიდუმლო კავშირი ღმერთთან ყოველთვის იყო სულიერი ცხოვრების წარმართველი, რადგანაც უფალი ითხოვს, რომ ჩვენ თავისუფალი ნებითა და მხურვალი სიყვარულით ვესწრაფოდეთ მას. წმინდა მღვდელმთავარს ანტონ ჭყონდიდელს ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისათვის განსაკუთრებით მძიმე ჟამს მოუწია მოღვაწეობა. მისი მღვდელმთავრობის პირველი პერიოდის ძირითადი სიმძიმე იმჟამინდელ დასავლეთ საქართველოში გავრცელებული საზარილის სენით, ტყვეთა სყიდვით და უმძიმესი სოციალური და ეროვნული პრობლემებით გამოიხატებოდა. სიცოცხლის ბოლო წლებში კი ჩვენი ეკლესიისათვის და თავად მისთვის უდიდესი განსაცდელი მოიწია ჩვენს ერსა და ეკლესიაზე. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია დაკარგა და ქართული ეპარქიები სინოდალურ მმართველობას დაუქვემდებარდა. წმინდა მღვდელმთავარმა ანტონ ჭყონდიდელმა სიცოცხლის ბოლო წლები ნახარებაოს მონასტერში გაატარა. აქ მან ძველი ტაძარი აღადგინა და დააარსა მონასტერი. მისი დამკვიდრება ნახარებაოში შემთხვევითი არ ყოფილა. გადმოცემის მიხედვით პირველ საუკუნეში, როდესაც წმინდა ანდრია პირველწოდებულმა ჭყონდიდში წარმართული წესი მშობელთა მიერ ჩვილი ბავშვების მსხვერპლად შეწირვა გააუქმა, ამამბის მახარებელი აქ შეხვედრია ერთ-ერთ გულმოკლულ დედას, რომელსაც საკუთარი შვილი შესაწირად მიხავდა და მისი მწუხარება სიხარულად გადაუქცევია. სოფელსაც მას შემდეგ უწოდეს სახელად ნახარებაო. აქ განისვენებს წმინდა მღვდელმთავარი ანტონ ჭყონდიდელი. ჩვენთვის დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ცნობილი თუ როდის დაიბადა წმინდა მღვდელმთავარი, მაგრამ მის ბიოგრაფიულ ცნობებზე ისაუბრა და იკვლია თედო ჟორდანიამ. 1731 წელს დაბადებულა წმინდა ანტონი. შემდგომ ამისა არ არის ცნობილი თუ რომელ წლებში სად და როდის სწავლობდა, მაგრამ ბიოგრაფიულ ცნობაზე ისევ და ისევ როგორც თედო ჟორდანიამ, ასევე ხუსკივაძემ იკვლია. ხუსკივაძე და თედო ჟორდანია თანხმდებიან იმაზე, რომ დაწყებითი განათლება მიიღო მან მშობელთან, გულქანთან, რაჭის ერისთავის შოშიტა მესამის ქალიშვილთან, ხოლო მამამისი იყო ოტია დადიანი. გარდა ანტონისა, მას ჰყავდა 4 ვაჟიშვილი და 1 ქალიშვილი. თავად წმინდა მღვდელმთავარი წერს მის მიერ თარგმნილი ლოგიკის წინასიტყვაობაში, რომ მას ფილოსოფიური განათლება ფილიპე ყაითმაზაშვილისა და ზაქარია გაბაშვილისაგან მიუღია. შემდეგში იგი თელავსა და თბილისში განაგრძობს სწავლას. 1760 წელს დაახლოებით ის აკურთხეს ცაგერის ეპისკოპოსად, ხოლო 1777 წელს ჭყონდიდის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. 1777 წლის შემდგომ 1788 წლამდე ანტონ ჭყონდიდელი ჭყონდიდლობდა, მაგრამ 1789 წელს იგი განდგა ეპისკოპოსობის ტიტულიდან, ესე რომ ვთქვათ, და დაიყო ნახარებაოს მონასტერში. ნახარებაოს მონასტერში იგი 1815 წლამდე იმყოფებოდა. 1815 წელს, როგორც ცნობილია, გარდაიცვალა. დადიანების საგვარეულო მე-11 საუკუნიდან იღებს სათავეს. წერილებითი წყაროებით ამ საგვარეულოს პირველი წარმომადგენელი იყო იოანე დადიანი. მე-12 საუკუნის 80-იანი წლებისათვის დადიანები დასავლეთ საქართველოს უძლიერესი ფეოდალები იყვნენ.
მე-12-მე-15 საუკუნეებში დადიანებს ეჭირათ ოდიშის და სავარაუდოა სამოქალაქოსო და ზოგჯერ სვანეთის ერისთავებაც. მე-17 საუკუნიდან მოყოლებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო სამეგრელოს მთავრები ჭყონდიდლად მხოლოდ თავიანთ სახლიკაცებს სვამდნენ. მარტვილის ტაძარში დაკრძალულნი არიან დადიანის საგვარეულოს წარმომადგენელი მღვდელმთავრები. გრიგოლ დადიანის მოღვაწეობა შევადარებთ იოანე ბოლნელისას. მისი ქადაგებები გამორჩეულია უბრალოებით, როგორც იოანესი, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ფრაგმენტებიღაა ქადაგებიდან შემორჩენილი. აქ განისვენებს წმინდა მღვდელმთავარი ბესარიონ ჭყონდიდელი. წმინდა ბესარიონი მღვდელმთავრობდა ანტონის შემდგომ. ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ბესარიონის მოღვაწეობა და მისი ღვაწლი თითოეული ჩვენთაგანისათვის. ბესარიონი 1788 წლიდან 1792 წლამდე მღვდელმთავრობდა. ბესარიონ დადიანი ძალიან უყვარდა წმინდა ანტონს. ბესარიონ იყო კაცია დადიანის შვილი, ძმის წული ანტონისა. იმ ფაქტორთა შორის, რომელნიც ხელს უწყობენ ძველი ქართული მწერლობის ზრდა განვითარებას, მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა სკოლას, როგორც ისეთ დაწესებულებას, რომელიც მონასტერ ეკლესიებთან, საღვთომთავრო კათედრებთან თუ სრულიად განცალკევებით, მუდამ აღვივებდა კულტურის ნაპერწკალს და ინახავდა ლიტერატურული შემოქმედების ლამპარს, წერს კორნელი კეკელიძე. ასეთ სკოლათა შორის უნდა მოვიაზროთ მარტვილის საგანმანათლებლო კერა. აქ ჭყონდიდში უძველესი დროიდან იყო საგანმანათლებლო კერა. რასაკვირველია, ადრეულ საუკუნეებში არ ყოფილა სასულიერო მოღვაწეობა, იყო საერო განმანათლებლური სახის. მაგრამ მე-10 საუკუნიდან, როდესაც ფაზისში გაუქმდა კათედრა, შიდა მხარეში იქნა გადმოტანილი, ანუ ჭყონდიდში. აქ მოღვაწეობდნენ დიდი მოღვაწეები, ჯერ რა თქმა უნდა საერო იოანე მინჩხი, სტეფანე სანანოიზეოვი და ასევე გიორგი ჭყონდიდელი. ბაგრატ მეოთხის ანდერძი და თვითონ მოღვაწეობა ცხადყოფს ამ კულტურის მნიშვნელობას, ღირსშესანიშნაობას. აი საცნაურია ციტატიდან ჩდება ესეთი სიტყვა, რომ როგორც დასავლეთისთვის ივერიაში წერია გაზეთ ივერიაში, როგორც დასავლეთისთვის რომს აქვს დიდი მნიშვნელობა, ასევე სამეგრელოში ჭყონდიდს ენიჭნება დიდი კულტურული მნიშვნელობა მთელი საქართველოსთვის, არა მხოლოდ სამეგრელოსთვის. აი თვითონ სხვა ციტატები თუ დავით აღმაშენებლის პერიოდში სხვა ათინად მოიხსენიებოდა ღელათი, ასევე სხვა რომად მოიხსენიებოდა ჭყონდიდი. თვითონ ბაგრატ მეოთხე თავის ანდერძში ამბობს, რომ მე მთნავს აქ განსვენებայի და მართლაც დაასაფლავეს აქვე მარტვილში. გარკვეული წილი მეცნიერებისა ვარაუდობს, რომ თვით ტაძარში არის ბაგრატ მეოთხე დასაფლავებული, მაგრამ ესეც ჰიპოთეზის დონეზე რჩება მხოლოდ. ამ პატარა კუთხემ 5 წმინდანი მისცა მთელ საქართველოს და თუნდაც მთელ სოფლიოს, შეიძლება ასედაც ვთქვათ. ესენი იყვნენ პატრიარქი ამბროსი ხელაია, გიორგი ჭყონდიდელი, ანტონ ჭყონდიდელი, ბერი მიქაელი და იოანე ზოსიმი. ჭერმეტყველება არის ზეპირი მეტყველების უმაღლესი სახე, რომელსაც განსაზღვრავს კაზმული ფორმით გამოხატული ღირსშესანიშნავი შინაარსის გამომეტყველი წარმოთქმა სმენელთა დასარწმუნებლად. ნიკოლოზ კანდელაკის ეს სიტყვები პირდაპირ მიესადაგება წმინდა ანტონ ჭყონდიდელის ქადაგებულ მოღვაწეობას. წმინდა ანტონ ჭყონდიდელი ამჟღავნებდა წმინდა წერილის არა უბრალოდ ცოდნას, არამედ დიდ განსწავლულობას საერო ლიტერატურასა და ფილოსოფიაში, ხოლო სულიერი ცოდნა თემის არსებას მოიცავდა. სწორედ აქ მარტვილში წმინდა ანტონმა მისი ბაგიდან აღმოადინა ტკბილი ქადაგება, რომელმაც ყველა განაცვიფრა, მათ შორის ანტონ კათალიკოსი. ანტონი რიტორობითაც იყო ცნობილი კათალიკოსი და ჭყონდიდელი თავისთავად. და რიტორმა განაცვიფრა. ისეთი დიდი მჭერმეტყველებით იყო მისი სიტყვები ნათქვამი, მოკაზმული, მშვენიერი, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლებელია ეთქვა. ჯვრის წერის დროს, როცა უკვე იქადაგა წმინდა ანტონ ჭყონდიდელმა, ავიდა ანტონ კათალიკოსი და ეამბორა, გადაეხვია და უთხრა: არონისებრ ძველი მღვდელი. არონისებრ ძველი მღვდელი გულისხმობს იმას, რომ თუმცა ახალგაზრდა იყო წმინდა ანტონ ჭყონდიდელი, მაგრამ გონებით უკვე ბრძენი,
რომელსაც ვერ შეედრებოდნენ იმდროინდელი ქადაგებლები. ყველა მღვდელთათვის და მღვდელმთავართათვის უკვე წიგნად იყო მისი ხელნაწერები ქცეული. რა თქმა უნდა, არ დაბეჭდილა, შემდგომში დაიბეჭდა, მაგრამ დაბეჭდვამდე უკვე წიგნის სახე ჰქონდა. ანტონ ჭყონდიდელი ეკუთვნოდა იმ მოწინავე ქართველი ინტელიგენციის ფრთას, რომელიც ერთიანი საქართველოს იდეით იყო გამსჭვალული. სამეგრელოში დაბადებული და თბილისსა და თელავში განათლება მიღებული ანტონი სასტიკად იბრძოდა ვიწრო კუთხური ინტერესების. ფეოდალური აშლილობის წინააღმდეგ და თავის თხზულებებშიც არაერთხელ შეხებია მეტად მტკინეულ საკითხს. ამასთან წმინდა მღვდელმთავარი ჭეშმარიტი პედაგოგის ყველა თვისებას ფლობდა. იგი სიღრმისეულად საკუთარი სულიერი გამოცდილებიდან გამომდინარე გადასცემდა სულიერ სწავლებას. წმინდა ანტონ ჭყონდიდელი მშვენივრად ფლობდა სომხურ ენას და არაერთი შესანიშნავი თარგმანით შეასრულა. სავარაუდოა, რომ იგი ბერძნული ენიდანაც თარგმნიდა. ცნობილი ქართველი საზოგადო და სასულიერო მოღვაწეები განსაკუთრებულად აფასებდნენ წმინდა ანტონ ჭყონდიდელის ინტელექტს და სულიერი სწავლების სიღრმეს. საფლავზე, რომელიც მღვდელმთავრის წმინდათა დასში შერაცხვის შემდეგ გაკეთდა, წარწერილია მის დამისავედრებელი ლოცვა და ასევე ამონარიდები მისი ქადაგებებიდან. აი, აქ არის წარწერა. ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. მეორე წარწერა, აქვე ახლოს არის მისი ქადაგებებიდან ამოღებული ციტატა არის. აი, მთაზე ასულ მოსეს ეჩვენა ღმერთი, ხოლო სათნოების მთაზე ასული კაცი მოისმენს უფლის სიტყვას. აქეთა წარწერა შემდგომი არის. უფალი თავისი კაცმოყვარეობის გამო ხილულად არ ეჩვენება ადამიანს. რადგანაც უხილავად მიიღოს უდიდესი ნეტარება.